Გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს გერმანულში ჩვენ უნდა გავიმეოროთ კუთვნილებითი ნაცვალსახელები. ანუ დღეს უნდა გავიმეოროთ როგორ არის გერმანულად ჩემი, შენი, მისი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გვექნება დავალება. ახლა ეკრანზე თქვენს ხედავთ დავალებას. ესე იგი, აქ უკაცრავად მოცემულია mein, meine, ანუ ჩემი, dein, deine, შენი და ihr, ihre, თქვენი, რომელიც არის თავაზიანი ფორმა. აი, ეს კუთვნილებითი ნაცვალსახელები უნდა ჩავსვათ გამოტოვებულ ადგილებში და უნდა შევასრულოთ აი ეს წინადადებები. მაგალითად, მოდით A წავიკითხოთ. Tag, Frau Müller. Tag ვიცით რომ მისალმებაა, ხო? დღემშვიდობისა, შუა დღემშვიდობისა, ასეთი თარგმნება. Guten Tag, Tag, ანუ მისი შემოკლებული ფორმაა, Guten Tag, მისი შემოკლებული ფორმაა Tag. Frau Müller, Frau ქალბატონს ნიშნავს. Müller არის გვარი. Ist das tochter წერია მე. Ist das ნიშნავს ეს არის და tochter ვიცით რომ არის ქალიშვილი, ასული, გოგონა. რადგან თავში Frau, ანუ ქალბატონოთი მიმართა, ესე იგი უნდა გამოვიყენოთ თავაზიანი ფორმა, ანუ an ihr, an ihre. ორივე ვიცით რომ ნიშნავს თქვენი, ოღონდ რა განსხვავებაა ამ ორს შორის. Ia გამოიყენება მამრობითი და საშუალო სქესის არსებით სახელებთან და ihre გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან და ასევე მრავლობითში. ანუ როდესაც არსებითი სახელი არის მრავლობითში. Tochter, მოდით გავიხსენოთ ამ სიტყვის არტიკლი. Tochter ეს არის die Tochter. Die Tochter, ანუ რომელი სქესია? მდედრობითი სქესია, feminin. ესე იგი, მის წინ უნდა გამოვიყენოთ ihre. იქნება ihre Tochter. Ist das ihre Tochter? და პასუხი nein, das ist kleine Schwester. Kleine Schwester. Kleine ნიშნავს პატარას, Schwester არის და. ახლა აქ რა უნდა გამოვიყენოთ? აქ an meine უნდა გამოვიყენოთ ჩემი. ანუ ეს არის ჩემი პატარა და და გავიხსენოთ და მისი არტიკლი, ანუ Schwester მისი არტიკლი. ეს არის die Schwester. Die Schwester. ანუ ესეც მდედრობითი სქესია, feminin, აქ უნდა გამოვიყენოთ meine. რადგან mein გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესის არსებით სახელებთან და meine გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან, ასევე მრავლობითში. B-ზე გადავიდეთ. Du, Julia, du ანუ შენ. Ist das Bruder? ანუ რადგან du შენ, შენობით მიმართა, ესე იგი an deine უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ გვაქვს არსებითი სახელი Bruder, ძმა. იგივე der Bruder. Der Bruder, ანუ მამრობითი სქესია, maskulin. აქ რა უნდა გამოვიყენოთ? Dein უნდა გამოვიყენოთ, რადგან deine გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან. აქ იქნება du, Julia, ist das dein Bruder? ეს შენი ძმა? Nein, das ist doch nicht. ანუ არ არის mein Bruder. ეს არ არის ჩემი ძმა. Bruder რადგან არის Der Bruder, maskulin, ანუ მამრობითი სქესია, გამოვიყენეთ mein. C წავიკითხოთ. Das ist Schwester Miriam. ეს არის და Miriam. ანუ ჩემი და Miriam-ი უნდა იყოს, ხო აქ? ჩემი როგორ არის? Mein an meine. რადგან Schwester არის die Schwester. მდედრობითი სქესია, აქ იქნება meine, ანუ იქნება meine Schwester. Das ist meine Schwester Miriam. Und das და ესენი sind das Eltern. Eltern არის მშობლები, რომელიც არის მრავლობითში, ანუ ეს არის plural, მრავლობითი და ვიცით რომ მრავლობითშიც ყოველთვის გამოიყენება meine, deine, ihre და ასე შემდეგ. აქ იქნება deine. Deine Eltern, იმიტომ რომ ეკითხება. Sind das deine Eltern? ესენი შენი მშობლები არიან? Ja, კი. Und das ist Lehrerin. და ეს არის Lehrerin არის მასწავლებელი, ოღონდ მასწავლებელი ქალი. ამის არტიკლი არის die Lehrerin, რომელიც არის მდედრობითი სქესი, ამიტომ აქაც იქნება meine. Meine Lehrerin. Und das ist meine Lehrerin. გადავიდეთ შემდეგზე D. წავიკითხოთ Tobias. Tobias არის სახელი, ანუ სახელით
მიმართა, ვათმალ არის ლოდინი დალოდება, ანუ დაელოდე, დაიცადე, Freundin Silke ist am Telefon. Freundin არის მეგობარი გოგო. Die Freundin არის ეს. Die Freundin, ანუ მდედრობითი სქესი, ესე იგი აქ იქნება deine Freundin, ანუ შენი მეგობარი. Silke არის გოგოს სახელი, ist am Telefon, ანუ ტელეფონზეა. Das ist doch nicht Freundin, ანუ ის არ არის ჩემი მეგობარი იქნება ახლა აქ თავისთავად. Freundin რადგან არის ფემინინ მდედრობითი და აქ ჩემი რომელი უნდა ჩავსვათ, ანუ meine Freundin. წავიკითხოთ, einen Moment, ანუ ერთი წუთით, bitte თუ შეიძლება Frau Schulz, ქალბატონო, Frau არის ქალბატონო და Schulz არის გვარი. Man ist am Telefon. Man არის ქმარი, ეს არის maskulin, der Mann, მამრობითი სქესია და აქ იქნება, რადგან Frau ქალბატონოთი მიმართ, ესე იგი გამოვიყენოთ მოდით თავაზიანი, ანუ თქვენი იქნება ihr. რადგან ეს არის maskulin, მამრობითი სქესია აქ man. Ihr Mann ist am Telefon. თქვენი მეუღლე, ანუ თქვენი ქმარი ტელეფონზეა. Danke, მადლობა, Frau Schneider. Frau ქალბატონო და Schneider არის გვარი. წავიკითხოთ. Augen sind ja ganz grün. Augen არის თვალები, მრავლობითშია, მრავლობითში ვიცით რომ ყველა სიტყვას აქვს die არტიკლი და მრავლობითშიც გამოიყენება meine, deine, ihre და ასე შემდეგ. ანუ აქ იქნება deine Augen, ანუ შენი თვალები, sind ja ganz grün, ანუ შენი თვალები საკმაოდ მწვანე ფერისაა. გადავიდეთ შემდეგზე და წავიკითხოთ G. Sind das Zeitschriften. Zeitschriften არის ჟურნალები, აქ სურათს რომ დავაკვირდეთ, ეს ან მეტრო, ან მატარებელია და გამოვიყენოთ მოდით თავაზიანი ფორმა. Sind das Zeitschriften არის ჟურნალები და არის მრავლობითში თქვენი იქნება ihre. Sind das ihre Zeitschriften? ანუ ესენი თქვენი ჟურნალებია? Nein, არა. და წავიკითხოთ H. ბოლო, ეს იქნება wie alt sind Kinder. რამდენი წლისები არიან შვილები? Kinder არის შვილები, თქვენი შვილები, Kinder მრავლობითში აქაც იქნება ihre Kinder. Wie alt sind ihre Kinder? რამდენი წლისები არიან თქვენი შვილები? 7 und 11. 7 და 11 ვიცით რომ არის 11, ანუ 7-ის და 11-ის. კარგით. ესე იგი, ჩემი გერმანულად არის meine. Mein გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესთან, მამრობითი სქესის არტიკლი ეს არის der, საშუალო სქესის არტიკლი ეს არის das, ანუ თუ სიტყვა არის მამრობითი სქესის, ან თუ არის საშუალო სქესის, მის წინ ჩემი იქნება mein. Meine გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან და მრავლობითებთან. მდედრობითი სქესის და მრავლობითის არტიკლები ორივე ვიცით რომ არის die. შენი ეს არის dein ან deine. აქაც dein გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესთან და deine მდედრობითთან, ასევე მრავლობითში. და თქვენი თავაზიანი ფორმა ეს არის ihr ან ihre. Ihr გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესის არსებით სახელებთან, ihre გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან და ასევე მრავლობითში. ახლა კი მოდით ვისწავლოთ როგორ არის გერმანულად მისი. მისი გერმანულად არის seine, რომელიც არის მამრობითი სქესი, seine, მისი და მდედრობითი სქესი, მისი გერმანულად არის ihre, ანუ მდედრობითი სქესი. ახლა რა ხდება? Sein გამოიყენება ihr, აი ეს ორი გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესის არსებით სახელებთან, seine, ihre გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან და ასევე მრავლობითში. მაგალითად, აი მოდით ამაზეც ახლა შევასრულოთ ერთი დავალება. ესე იგი, das sind ესენი არიან, როგორც ხედავთ, ას ვკითხულობ, das sind ესენი არიან Bettina und ihr Hund Rufus. Bettina und ihr Hund. Bettina და მისი ძაღლი. ახლა Hund მისი არტიკლი გავიხსენოთ. ძაღლი გერმანულად არის der Hund. ანუ რომელი სქესია?
მამრობითი სქესია და გითხარით რომ მამრობითი სქესის წინ მისი იქნება ია, რადგან ბეთინა არის გოგო. გოგოა, ანუ მისი მდედრობითი სქესი თავისთავად ახლა მისი ეს არის ია. ია Hund. B წავიკითხოთ ბეთინა und Eltern. ბეთინა და მისი მშობლები იქნება ახლა. მისი მშობლები Eltern არის მრავლობითში, die Eltern, აქ მისი იქნება ihre. Ihre, ბეთინაზე გვაქვს საუბარი, გოგოზე გვაქვს საუბარი, ანუ ამ გოგოს მშობლები. Ihre Eltern, ანუ აქ უნდა ჩავსვათ ihre. C, ბეთინა und დედამისი, Mutter. Mutter არის დედა, ეს არის feminin. Die Mutter, აქაც იქნება ihre Mutter, ბეთინა და მისი დედა. და D არის ბეთინა und Vater წერია. Vater არის მამა, რომელიც არის der Vater, maskulin, მამრობითი სქესია და აქ იქნება ihr Vater. Ihr Vater, ანუ მისი მამა. E-ზე გადავიდეთ, თან სურათსაც დააკვირდით, სურათს, ესე იგი აქ წერია Lars und Bruder. Lars არის ბიჭის სახელი, ამიტომ მისი, რადგან ბიჭი მამრობითი სქესია, მისი იქნება sein ან seine. ახლა გააჩნია რა არსებითი სახელი მოსდევს ამას. გვაქვს Bruder, ანუ ძმა. Bruder ეს არის der Bruder, მამრობითი სქესია და აქ იქნება sein. Sein Bruder, ანუ მისი ძმა. Das sind, ანუ ესენი არიან Lars und sein Bruder. Larsi და მისი ძმა. მერე F, Lars und Schwester. Larsi და მისი და. ამ შემთხვევაში უკვე მისი იქნება seine, რადგან Schwester არის მდედრობითი სქესი. Seine Schwester იქნება მისი და G წავიკითხოთ Lars und Großeltern. Großeltern არის ბებია და ბაბუა. ანუ დიდი მშობლები, ბებია და ბაბუა, ესეც მრავლობითია. Die Großeltern, ანუ აქაც seine უნდა გამოვიყენოთ და იქნება Lars und seine Großeltern. Larsi და მისი ბებია და ბაბუა, ანუ უფროსი დიდი მშობლები. ესე იგი, დაიმახსოვრეთ, მისი მამრობითი სქესი, ოღონდ ჯერ მამრობითი სქესზე მოდით ვისაუბროთ, მისი, ანუ იმ ბიჭის, იმ კაცის მამრობითი სქესი გერმანულად არის sein ან seine. და ეს seine იმაზეა დამოკიდებული, თუ მის მერე რომელი სქესის არსებითი სახელი მოდის. Sein იმ შემთხვევაში, როცა მის მერე მოდის მამრობითი ან საშუალო და seine იმ შემთხვევაში, როცა მის მერე მოდის მდედრობითი სქესი ან მრავლობითი. და მისი მდედრობითი სქესი, ანუ იმ გოგოს, იმ ქალის, მისი მდედრობითი სქესი, ეს არის ia ან ihre. Ia იმ შემთხვევაში, როცა მის მერე მოდის ან მამრობითი ან საშუალო სქესი და ihre მის შემთხვევაში, როცა მის მერე მოდის მდედრობითი ან მრავლობითი.